ეს მე შევძელი ჩემს ყველაზე რთულ პერიოდში. ამ ვიდეოში მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ ხალხო არანაირი მიზეზი, არანაირი რამე არ გაქვთ, რომ უკან დაიხიოთ და საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ძალიან დიდი პრობლემაა ხალხში და მე პირადად მაგრად ამეზიზღება წუწუნი. აი რო წუწუნებენ, სულ მიზეზებს იძახიან, სულ გადადებენ ყველაფერს, აი მე გავაკეთებ, აი ეხა ესეთი პერიოდი მაქვს, ეხა ესეთი რამა, აი ესეთი მოკლედ 1000 რამე რო შენ თავს დააჯერო, რომ ვითომ ჯერ ეხა ბჭყალებში მზად არ ხარ და მოვა ის დრო, როცა გააკეთებ ამ ყველაფერს. პირდაპირ გეუნებით არ ვაპირებ ხა რაღაცა კონკრეტულად ლაპარაკს ხა რა პრობლემა იყო ეს, მაგრამ მე რავი თუ მისმენთ და იცით ვინც ვარ, იცით რომ ეს დრამაზე რო ლაპარაკობ, გულით ლაპარაკობ და არ ვარ ესეთი ამბების მომგონი. ისეთ დროს გავაკეთე ეს ყველაფერი და ისეთ გარდამტეხ დროს ავითვისე და შევძელი მე ეს, როცა ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ჩემი ცხოვრების განმავლობაში. და ამას მით უმეტეს ქართველები მისმენს ეხა და მით უმეტეს ეგ დამიწმუნოთ ქართველებისთვის, ზოგადად ქართველი გენისთვის, მეტად უფრო პრობლემურია, ვიდრე ზოგადად შეიძლება უცხოელებმა გააპრობლემატუროს რა. პირად მე ზოგადად ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ჩემ პირად პრობლემებზე, ოჯახურ პრობლემებზე და ასე შემდეგ, მაგ ყველაფერზე ზოგადად ვარ ესე ვთქვათ ცივად რა. ცივად რას გულისხმობ, ანუ როცა ვხედავ რომ ადამიანი ჩემს მიმართ არიჩენს ისეთ პატივისცემას, როგორც ეს მე ვიჩენ, ხო? ამ ყველაფერს ძალიან ცივად ვდგები, ზოგი შეიძლება პირიქით იყოს, რომ რაღაცა ეს ჭყალებში აპატიოს და ასე შემდეგ, მეც კი პატიებას შემიძლია, როგორ არა, მაგრამ ყველაფერი რაც მოხდება, აი რა გამრემობირობებიც ხდება, რაც ხდება ყველაფერზე ვარ ცივად, იცით რატომ? იმიტომ რომ რაც მოხდა, მე მარტო ჩემ თავში იმას ვეძებ, რისი კონტროლი შემიძლია. ტრეიდინგშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც არ უნდა ეცადო იმის კონტროლი, რისი კონტროლიც არ შეგიძლია. ყველაფრის გაკონტროლება არც არის საჭირო და არც ხალბალდებული შენ როგორც ინდივიდმა ყველაფერი აკონტროლო. ერთხელ არ მახსოვს, რომ ჩემ თავში ყოფილიყოს ისეთი რამ, რომ მე რაიმე მიზეზი მომეფიქრებინა და მეწუწუნა, რომ აი არ გამომივიდოდა, არ იქნებოდა ეს ყველაფერი. კი, ყოფილა ეს მომენტები, რომ აი ჩემ თავთან მეკითხავს, რომ აი იქნება არ გამომივიდეს, არ მუშაობს, არ ყოფილა ეგრე, მაგრამ აი წუწუნი, მიზეზები და აი თავის დანებებასთან არასდროს ახლოს არ ყოფილვარ. აი არასდროს ჩემთვის ამ საქმეში გეგმა B არ არსებობდა, არც რამე ისეთი მქონდა, რითიც შეიძლება ცხოვრებაში სხვა გზაზე გადამეხვია, უნივერსიტეტში არ დავდიოდი. ვაღიარებ რომ მშობლებს ვატყუებდი რომ ვითომ უნივერსიტეტში დავდიოდი, ამ დროს მე არ დავდიოდი, მაქსიმალურად ჩემს დროს და ენერგიას თან მუშაობდი და თან ასევე ვუთმობდი ტრეინინგს. ჩემთვის გეგმები არ არსებობდა და არ იყო ჩემთვის ოპშენი, ანუ იმის ოპცია, რა ვიცი, ქართულად როგორ თქვა, ამოვიწყდა, რომ მე ეს საქმე არ გამოსულა და სხვა რამე მეკეთებინა. მსგავსი რაღაც არ ყოფილა. აი არ ვარ ზოგადად ისეთი ტიპი, რომ აი რაღაცა საქმე რომ დავიწყო სერიოზულად და ის მართლა შემიყვარდეს, ის ბოლომდე ის საქმე არ მევიყვანო. ვიცოდი რომ ეს საქმე ჩემი იყო, ვიცოდი რომ ეს საქმე უნდა გამომსვლო და იქ წუწუნის, ლიკინის, მიზეზების დახილის დრო ნაღდად არ იყო. უნდა მიმიყვანა საქმე ბოლომდე, იმიტომ რომ ეს მე მჭირდებოდა. პირველ რიგში მე მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რომ ჩემი თავისთვის რომ დამემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში პირველად მე შემეძლო ისეთი რამის გაკეთება, რაც მე ცხოვრებას შემიცვლიდა და რითიც ჩემ თავს დაუმტკიცებდი ისეთ რაღაცას, რომ მე ისეთი რაღაცა შევძელი, რაც ძალიან ბევრს შეუძლებელი გონია. აი ეს სირთულე, რაც ამ საქმეს ახლავს, აი ყველაზე ლამაზი ეგ არის ჩემთვის, რომ აი მე იმდენი თავდაჯერებულობა შევიძინე ამ საქმით და ისე გრძნობ, ეხა გარეთ რო გავდივარ თავს, ეხა არ გეგონოთ რომ ზალმე თავში მივარდება და რამე ზედმეტები რა. არა, მაგრამ თავს ზოგადად ისე თავდაჯერებულად ვსრობ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ისეთი შრომა მაქვს ამ საქმისადმი მიწვრილი და ისეთი გულით მაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ აი გარდაუვალი რომ თავდაჯერებული არ იყო. ამ საქმემ არა მარტო ის მასწავლა, რომ მე ეს საქმე მეკეთებინა და ტრეიდინგი და მორჩა და ფული მეკეთებინა, არა. ამ საქმეში
კი ეხა ვიღაცას ვისაც ლარი არ კიდევ ჯიბეში შეიძლება იფიქროთ რომ დებილია ეს რას ლაპარაკობს ფულია მთავარიო გასაგებია მესმის კაი ეხა ნახვამდის შენ და რეალურად ვინც მისმენს იმას ლაპარაკები რომ ამ საქმემ ბევრად მეტი მასწავლა ვიდრე ფულია ამ საქმემ მასწავლა გამამუშავებინა დისციპლინა მაგრამ ეგეც არაფერია იმას შედარებით მე ამ საქმემ ჩემი აზრით ჩამომაყალიბა იმ ადამიანად იმ კაცად რაც დღეს ვარ მე ჩემი ფასეულობები ჩემი პრინციპები რაც ცხოვრებაში გამაჩნია შემიძლია 95% მივაწერო ამ საქმეს იმიტომ რომ იმ პროცესში მე რო ამ საქმეს ვითვისებდი და ამ საქმეს სწავლობდი ძალიან დრო და დიდი ენერგია ჩავდა იმაში რომ მე პირადად ჩემი თავი განმევითარებინა და ჩემი თავის სიყვარული მესწავლა იმიტომ რომ შენ თუ შენი თავი არ გიყვარს და რაღაცას ჩემი აზრით შენი თავისთვის არ აკეთებ და ანუ გულით არ უდგები შენ თავს ხო და ფეხებზე კიდია შენი თავი სხვა ვერანაირად ვერ შეგიყვარებს ვერანაირად შენ თუ შენ თავში თავდაჯერებულობა არ გაქვს ნაპოვნი არ გაქვს შენი თავი ნაპოვნი აი რო კითხო შენ თავს აი რა ვინ ვარ რო კითხო შენ თავს ამაზე პასუხი უნდა გქონდეს ამიერად ეგრევე შეიძლება ბევრი სალაპარაკო იყოს იმიტომ რომ შენი თავი ისე დაახასიათო რომ ესა ვარ ასე შემდეგ ან ამას წარმოვადგენ ჩემი ფასეულობები და პრინციპები როგორც კაცი ეს არის აი ამ ტრეინინგმა გამაკეთებინა ეს გამომუშავა დისციპლინა მივხვდი აი ამ პროცესში რომ აუცილებელი იყო რომ არა მარტო აი ტრეიდინგი და აი გამეხსნა მარკეტი და არა მარტო ის იყო რომ აი ხა მარკეტი რო გამეხსნა აი აქ მე ტრეიდა და რამე გამეკეთებინა აუდის გაიხსნება აი არ ყოფილა ის რომ აი ხა მე აქ შევსულიყავი და აი გამეხსნა რამე ტრეიდი და მორჩა მარტო ეს არ ყოფილა ამის იქით ბევრი რაღაც იყო იმიტომ რომ მე რო აი ამ საქმეში წარმატება მეპოვა ასევე ჩემი თავის უნდა მეპოვა და ჩემ თავთან უნდა ყოფილიყავი მართალი და ჩემი თავი არ უნდა მომეტყუებინა ვარჯიშს უბრალოდ სერიოზულად მივდექი მივხედე თავს გამოვასწორე კვება ჩვევები რაც ცუდი მქონდა მაგალითად ცუდად გაგვიძება ვეცადე ესევე წიგნებით წამეკითხა ზოგადად მე პირადად როგორც რავი მე პირადად მიჭირს წიგნების კითხვა გამომდინარე იქიდან რომ ყურადღება მარტივად მეფანტება როცა წიგნს ვკითხულობ ანუ რავი ერთი რამოდენიმე გვერდს წავიკითხავ მე უკვე ჩათვალეთ პროსტა ვკითხულობ და აღარც მახსოვს რაც ვკითხულობ რა გონება მარტივად მეფანტება მაგ შემთხვევაში მაგრამ ჩემ თავს ბევრი წიგნი არ მაქვს წაკითხული არ ვაღიარებ მაგრამ მე ვიცი რომ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ აი ჩემში შემეცვალა და უკეთესი ყოფილიყავი დავიწყე წიგნების წაკითხვაც ვარჯიშს უფრო სერიოზულად მივდექი ასევე ჩემი ცხოვრების გარეთ ურთიერთობები ბევრად უფრო ესა ვთქვათ ემოციური განათლება მივიღე ხო პრინციპები ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაგაზე კიდევ ვიტყვი რომ აი პრინციპები ჩამომიყალიბ და ძალიან მნიშვნელოვანი რომ მე როგორც ინდივიდი ვიყოს სხვებისგან განსხვავებული ყოველთვის რავი ტრეიდერი ყველა ეგრე არის წარმატებული რომ უნდოდეს რომ იყოს განსხვავებული იმიტომ რომ აი ამ საქმეში ზოგადად განსხვავებული ხარ სხვებთან შედარებით რა კი ანუ არ ვამბობ რომ სხვაზე რამეთი მეტი ხარ როგორც პიროვნება და ინდივიდი რა ეხა ბევრი დამეთანხმება მაგაში ვინც მე ხა მისმენს და ხვდება რას ლაპარაკობ მაგრამ როგორც პირადად ადამიანი აი ისეთი საქმე აქვს დაწყებული და ისეთ საქმეს მოკიდე ხელი რომელიც სოფლიოში აღიარებულია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე არის და ისეთი საქმე თუ გამოგივიდათ ყველას გილოცავთ და კიდე მეტი წარმატება ჩემგან თუ გამოგივიდათ ყველა ხვდებით თუ რაოდენ დიდი შრომა და დიდი დრო გაქვთ ამისთვის დახარჯული ძალიან არ მიყვარს ასევე ჩემს კომუნიტიში რომ ვხედავ ხოლმე რომ ხალხი ძალიან ემოციური ხდება ისეთ პრობლემებზე რა პრობლემებიც რეალურად არ არსებობს რა ანუ ყველას ანუ შეცდომის დაშვება ხალხს ძალიან უკვირს და გონიათ რომ უნდა იყვნენ უშეცდომო ამ საქმეში კი არა ნებისმიერ რამეში გონიათ რომ რაღაცა არა ქვეყნიური ნიჭი უნდა გქონდეთ ამ საქმეში რასაც არ ჭირდება არანაირად და არ უნდა დაუშვათ შეცდომა არ და ყოველთვის არის პირიქით რავი სკოლაში ეგ არის სკოლის და სისტემის ბრალი რომ აი გვასწავლიდნენ რომ
არ უნდა დაუშვეს შეცდომა, თორე ისა დაგჭიდნენ, ცუდ რამეს გააკეთებდნენ. არც, რა ვიცი, ჩიტინგი ანუ სხვებისგან გადაწერა, სწავლა სხვისგან არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეგეც პრობლემა იყო. აი ეს ყველაფერი ქვეცნობიერში ნუ სისტემა მისე ჩამოუყალიბა ამ ხალხს ტვინში, რომ შეცდომას რო უშვებენ, უკვე აღიქვამენ მაგას პრობლემად. არა და რეალურად შეცდომა არის, რაც ადამიანს ავითარებს. ხო, კიდე ამაზეც მინდა როგორც პირველად, რა ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან გულით გითხრათ და გელაპარაკოთ, რომ ცხოვრებაში რაც მაქვს ნასწავლი, 90% არის იმიდან, რომ შეცდომა მაქვს დაშვებული, ეგ ყველაფერი უკვე გააზრებული მაქვს და ეგ შეცდომა მაქვს გამოსწორებული. მე პიროვნება რაც ვარ აქამდე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც ახლა შეიძლება ჩემში დადებითი თვისება დაინახოთ და ის ახლა თქვენ შეიძლება ყველაფერი ვერ დაინახოთ, მაგრამ ოჯახის წევრები, ახლობლები, ვინც ხედავენ ჩემში რაღაც დადებითი თვისება და რაც მოსწონთ, ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ აქამდე მსგავსი თვისება არ მქონდა მოსაწონი არაფერი. ეს აი ცხოვრებაში ბევრმა შეიძლება ვერ გამიგოთ, მაგრამ ის გეტყვით ჩემი გამოსახედიდან, რომ ჩემთვის საამნიშლოვანია ზოგადად შეცდომები რა. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველა შეცდომას და ყველაფერი მე დღეს როგორც ვარ გაზრდილი და მოსული, ყველაფერი მაქვს ზოგადად რა უნარიც გამაჩნია დღეს, ძირითადი ჩემით ნასწავლი. და აი მაგას ვაფასებ, ეხა კიდევ ვიმარებ დავში ავარნილი არ მაქვს, მაგრამ ჩემში მაგას ვაფასებ ძალიან და ეგ უნარი მაქვს, რომ მე გარემო პირობებიდან გამომდინარე, მაინც ვახერხებ, რომ განვითარდე და გარემო პირობებიდან გამომდინარე, იმ პირობებიდან, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ და ჩემი ბრალი მით უმეტეს არ არის, მე მაინც ვახერხებ მაგ გარემო პირობებიდან გამოსვლას და ჭყალებში წარმატების პოვნას. როგორც თავში ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში და არა მარტო ჩემთვის რთულში, ნებისმიერისთვის, მით უმეტეს ვამბობ კიდევ ერთხელ ქართველებისთვის, ეს იქნებოდა ურთულესი პერიოდი. არ მინდა მაგაზე ველაპარაკო კონკრეტულად საჯაროდ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ასე არის. არავის არ გაქვთ მიზეზი, რომ არ განვითარდეთ ამ საქმეში და არ გამოგივიდეთ, არ გაქვთ მიზეზი ხალხო. უბრალოდ გულით არ გინდათ, ან ზოგადად თვით შეფასება არ გივარგათ და თქვენი თავის საკმარისად არ გიყვართ, რომ ეს თუნდაც ტრეიდინგი არა, რაიმე საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყველას გირჩევთ, რომ თქვენი თავს მიხედოთ. პირველ რიგში, ჩემი აზრით, თქვენი თავის იმდენად უნდა გიყვარდეთ, რომ ეს ყველაფერი მიხვდეთ, რომ თქვენი თავისთვის კეთდება, თუ ვინც ახლა წარმატების გზაზე გახართ, კეთდება ეს ყველაფერი თქვენი თავისთვის და ამას კარგად რო გაიაზრებთ, წუწუნს, მიზეზობას, რაღაცებს იმედია შეეშვებით და რეალურად რაც საჭიროა რომ საქმე გამოვიდეს, იმ ფაქტებზე კონცენტრირდებით და არა უაზრობებზე და რაღაც უაზრობებს დროს არ დაკარგავთ. მადლობა ხალხო დღევანდელი ლექსიის მოსმენისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რომ აი ესე ძალიან ვიზრდებით, ამდენი ნახვები აქვს ჩემს ვიდეოებს, ხალხი ინტერესდება, რავი, მე უკმაყოფილო თითქმის არავინ არ არის, ვინც მისმენს და უყურებს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, ასევე დამიწერეთ კომენტარებში რა გაინტერესებთ, რაში გჭირდებათ დახმარება და შეძლებს დაგვართ აუცილებლად დაგეხმარებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და როგორც ყოველთვის, წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.